კაცხომ აღნიშნეთ თურქმენეთის ნეიტრალიტეტი თუ არ ვწდები, ხო? მწერალთა მეცნიერებათა აკადემიაში თუ არ ვწდები. კი, იყო რამდენიმე კვირის უკან. იცი რა არის? კი, წარმოვიდგენდი, რომ ესენი ბოლომდე წავიდოდნენ. კი. აუ წარმოვიდგენდი კიდეც და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ სადამდეც გავუვიდოდათ, იქამდე გააკეთებდნენ. იმას, რის გაკეთებაც არ შეიძლება ამ ქვეყნისთვის არის საზიანო. იცით რა არის? აი მაგალითად, ეხა ხალხს მინდა რა ვკითხო. იმ ადამიანებს, ვინც პროტესტში იყო ჩართული, თუნდაც შარშან ამ დროს. და ამის მერე სახლებში შეიკეტნენ ეს ადამიანები. ან თუნდაც გავრილოვის ღამეს ვინც გამოვიდა. მაგალითად, რომელი უფრო უარესია, გავრილოვი თბილისში და გავრილოვთან ერთად ღვინის ჭიქით მდგარი კობახიძე თუ პუტინთან ერთად მდგარი კობახიძე. ხალხო, რატო გამოხვედით მაშინ ქუჩაში, როცა გავრილოვი იყო და რატო არ გამოდიხართ დღეს, როდესაც ეს კაცი ახლა ზის ერთ დარბაზში პუტინთან ერთად და იქ კადრიც გავრცელდა, პუტინი ამისკენ ზურგით დგას, ვიღაცას ელაპარაკება და ეს ადგილს ვერ პოულობს, არ იცის რა გააკეთოს რა, მივიდეს, არ მივიდეს, მიესალმოს, არ მიესალმოს, აი რაღაცა ისია. უკაცრავად გაწყვეტინებ. დიახ. ტრავოლტას გიფივით. ხო, აი ტრავოლტას გიფივით დგას. ზუსტად. და მაპატიეთ უკაცრავად. აი ცუდი შედარება ნამდვილად არ მინდა შევადარო, მაგრამ აი საქართველოს ჩააგდეს მაგ მდგომარეობაში ეხლა. აი საქართველოს აი მაგ მდგომარეობაშია სხვა ქვეყნების შორის რა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდეს. მაპატიეთ შეგაწყვეტინეთ. არა უშავს გააგრძელებს არის პრობლემა. დავეთანხმები რომ შექსპირს აქვს სიტყვა ფასი დაკარგა, გაუფასურდა, ამათმა გააუფასურეს ყველაფერი. ამათ მე უკვე დიდი ხანია ინგა აღარ უსმენ, იმიტომ რომ დაგვიძახეს თავიდან რადიკალები, ომის პარტია, deep state-ის, გარყვნილების, ანუ გარყვნილი ევროპა და უცბად, ანუ ყველაფერი დაგვიძახეს ის, რაც თვითონ არიან. უცბად წავით, გაიქცნენ ომის პარტიის სამიძე ბიშკეკში თუ სად რა იყო, სადაა? აშხაბადში უკაცრავად. მაგ ქვეყანას ჩვენ თურქმენ ბაჟზე უკაცრავად სლენგისთვის ვღადაობდით, რომ თურქმენეთი ხო არა ვართ და თურქმენეთი ევროკავშირმაო, არ უნდა გადაგვიწყვიტოს ჩვენ ბედიო. ევროკავშირმაო. თურქმენეთში გვიწყვიტავენ ბედს. პუტინმა უნდა გადაგვიწყვიტოს. ანუ აბსოლუტურად მე ჩემთან უკვე ესენი დიდი ხანია დამთავრებულები არიან. თავიდან არა, აი მეორე არჩევნებიდან უკვე მე თავიდანაც ვიცოდი რა გზასაც დაადგებოდნენ, უბრალოდ ვერ წარმომედგინა ამდენს ესე უცბად თუ გაბედავდნენ, იმიტომ ის 12 თუ 10 წელი იყო აი სტაგნაცია, იცი, გაჩერებული ყველაფერი და თითქოს არაფერი არ ხდება, ეს არაფერიც რო არ ხდებოდა, ესეც ანუ ცუდის მომასწავლებელი იყო და უცბად ეხლა რაღაც თვეებში გადაატრიალეს ქვეყანა, თავზე დაგვახიეს კონსტიტუცია და მორჩა რა, უკვე ჩვენ ვართ იქ მოვიაზრებით რა. ხო, იმიტომ რომ უნდა დავეწიოთ, ანუ ძალიან სწრაფად უნდა ვიქცეთ რუსეთის უკანაეზოდაც არა, ჩვეულებრივი ჩეჩნეთის კადიროვში ნახდება უკვე აქ. ესენი ისედაც ხო ჩამოყავთ უკვე ვიღაც კადიროვის მომხრე, ვიღაც ისინი რა ქვია, MMA-ის მებრძოლები, ხო? ხო და რას ვამბობდი? ამ ხალხს მინდა ვკითხო, რატომ არ არის უარესი კობახიძის გვერდით დგომა იმაზე, როცა იდგა კობახიძე გავრილოვის გვერდით. ხალხი, რომელიც გუშინ პროტესტში იყო, დღეს ზის სახლში და ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ყველას, ვინც არის ამ ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მოწინააღმდეგე, მაგრამ სახლში ჯდომით აღარ გამოდის არაფერი. შაბათი დღე არის ყველასთვის კეიფის, დაბადების დღის, რა ვიცი, სადღაც წასვლის დღე, ხო? შაბათობით, როდესაც აქცია იმართება და მსვლელობით მივდივართ, ხო? რამდენიც ვართ, ბევრნი ვართ, ცოტა ვართ, მაინც გავდივართ შაბათობით და მივდივართ მსვლელობით. მანქანებიდან გვისიგნალებენ და გვიცხადებენ მხარდაჭერას. მადლობა, მაგრამ დატოვე ეგ მანქანა და გადმოდი.
დატოვე სახლში მანქანა და გადმოდი. შაბათ დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გეჩქარება ან ფაბრიკაში, ან ცეხში, ან რა ვიცი რა დაბადების დღეზე, ან სადღაც, ხო, საქეიფოდ, ესეთი დღეა შაბათი. სად გეჩქარება? რა არის ამაზე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ნახეთ რო ეუბნები რომ რუსეთში გავიღვიძებთ ზოგს დღემდე არ ჯერა რომ ეს ასე იქნება და ტყუილად ხომ არ გამოიყვანეს ის ვიღაცა ვატო შაქარიშვილები და ვიღაც ნაყარნუყარი ხალხი ნეიტრალური საქართველო ხო ნეიტრალური ამ ვატო შაქარიშვილის განცხადების საფუძველზე დაიჭირეს რამდენი ადამიანი ახლა ისევ ესენი გამოაგორეს ბოდიში ამ გამოთქმისთვის და ნეიტრალიტეტზე ალაპარაკებენ ეს აშხაბადში ჩადის და იქ რაღაც ზის პუტინთან ერთად და რაღაცა გაკურით ახსენა ოკუპაცია, აი გაკურით ახსენა რა და კიდე რას მინდა იცი შევე ხო წეღან რაც თქვი რომ დააკავეს ჩვენ საქართველოს მოქალაქე. რამდენიმე წელია აფხაზურ ციხეში ხზის ქრისტინე თაკალანძე, გოგო, რომელიც ყავს რეჟიმს იქაურს დაკავებული. თითი არ გაუნძრევიათ. ირაკლი ბებუა რატო გამოუშვეს და რატო გამოვიდა რო გვაზეიმეს რო იმიტომ რომ აფხაზეთში არ აქვთ ციხეები, აქვთ წინასწარი დაკავების იზოლატორები და იქ მჯდომი ადამიანისთვის თუ ქონდა მისჯილი სიტყვაზე 9 წელი ნახევრდება და გამოდის იმ ნახევარში იმის გამო რომ არ აქვთ ციხეები და გვაზეიმეს ეს. რამდენიმე წლის წინ დაიღუპა ცხინვალში, რამდენჯერმე დაიჭირეს გენადი ბესტაევი, ყველას ვიცით ეს სახელი და გვარი. ადამიანი გადმოგვცეს, მით რა ქვია, სასწრაფოს მანქანით. მეორე თუ მესამე დღეს დაიღუპა და გვითხრეს, რომ ჩვენ ჩავდეთ ამაში ძალისხმევა. არა, მან მოიხადა ის სასჯელი. აი ამ ტყუილებს აჭმევენ თავის ბოდიში მაპატიეთ, მაგრამ სუპიხრეპია ქოცებს. მე აღარ ვთვლი და არ მგონია რომ ახლა რაღაცა ტერმინების შერჩევის დროა. იმიტომ რომ ვინც დღესაც ქოცია, ის არასდროს არ განქოცდება. ის ასეთი იქნება. დღეს რომ მატყუებს მე რომ ვიღაცა რომ მე ვიცი რა 9 აპრილს იქ ვიდექი, მე 2008-ში ომში ვიბრძოდი, მე რევოლუციის ვარდების რევოლუციის დროს იქ ვიდექი. მაშინ არ იყო ინტერნეტი. და არ იყო ასე ციფრული სამყარო ასეთი განვითარებული არ იყო. არა, ირაკლი, აქამდე უნდა განქოცებულიყო, ვინც განქოცდებოდა. დღეს თუ ქოცია აღარ არაფერი ხო და რას ფიქრობს? ანუ სანამ მის შულს არ მიადგებიან, მაგას ფიქრობს და აუცილებლად მიადგებიან. და მის შულს იცით სად წაიყვანენ? უკრაინის წინააღმდეგ ომში, როგორც მიყავთ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან და როგორც იღუპებიან.